ადამიანების თავყრილობა, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ლობიზმისთვის გასამჯელოს იღებენ. რა გვიჩვენა ვაშინგტონში გამართულმა ჰელსინკის კომისიის სხდომამ. სხდომის თავმჯდომარე ჯო უილსონი, რომელსაც ფულს ნაციონალური მოძრაობა უხდის, რადიკალების მოკავშირე ყოფილი ელჩი დეგნანი, სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსანი ბათუ ქუთელია და ორი მთავარი დამსმენი მაკეინის სტიპენდიანტი სალომე ზურაბიშვილი და ტაივანის მიერ დაფინანსებული თინა ხიდაშელი. მმართველი გუნდისთვის ზურაბიშვილისა და ხიდაშელის ქმედება სამშობლოს წინააღმდეგ ჩადენილი საჯარო ღალატია. ნინო არგლიანი გიამბობთ. თბილისიდან ვაშინგტონში ჩასულმა მოწმეებმა სალომე ზურაბიშვილმა და თინა ხიდაშელმა ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. ჰელსინკის კომისიის სხდომაზე ქართველებმა საქართველოს ინტერესების დაზიანებას მცდელობა არ დააკლეს და სცადეს დამნაშავე უდანაშაულოდ კონსტიტუციით გამყარებული საგარეო კურსი ანტიდასავლურად, ხოლო ჩინური ინვესტიციები გლობალურ საფრთხედ წარმოეჩინათ. თანაც იმ ქვეყანაში, რომელიც ჩინეთთან პოლიტიკურ ეკონომიკურ კავშირებს ალაგებს. უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან და ირანთან არის 380 გრადუსიანი შებრუნება ყოფილი საგარეო და შიდა პოლიტიკური კურსისგან, რაც ხელყოფს ქვეყნის დამოუკიდებლობას. ახლა ბუნდოვანების დრო არ არის. საჭიროა ძალიან ცხადი პოლიტიკა საქართველოსთვის, რომელიც ცხადად გააჟღერებს ამერიკის ინტერესებს. მინდა ხაზი გაუსვა ირანის ამბიციებსაც საქართველოში. ქართულმა ოცნებამ კავშირები გააღრმავა ავტორიტარულ ძალებთან. მათ ჩინურ კომპანიებთან დაიწყეს თანამშრომლობა მაშინ, როდესაც ამერიკული კომპანიები დაბლოკეს შუა დერეფანში შესაძლებლობებისთვის. ზურაბიშვილ ხიდაშელს კომისიის სხდომაზე ზურგს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ძალოვანი ბათუ ქუთელია და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი კელი დეგნანი უმაგრებდნენ. კომისიას თავმჯდომარეობდა ქართული ოპოზიციის ლობისტი ჯო უილსონი, რომელიც საკუთარი ქვეყნის რეესტრმა ამხილა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობის ფულის სანაცვლოდ მოქმედებს. ქართულმა ოცნებამ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. კარი გაუღო ჩინეთის გავლენას საქართველოს ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში და საკუთარი შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა, რითაც ამერიკული ბიზნესები სტრატეგიული სავაჭრო მარშრუტებისგან დაბლოკა. ამერიკაში ჩასული ორი ქართველის მაგალითზე ყველამ დაინახა, როგორ ექცევიან აგენტებს. ეს დღეს პირველმა კანონმდებელმა კომისიაზე მოსმენილი განცხადებების შემდეგ თქვა. ოფიციალური თბილისისთვის გუშინდელ სხდომაზე გამოჩნდა, როგორ გამოიყურებიან სერგო ორჯონიკიძეები 21 საუკუნის პოლიტიკაში. ჯო უილსონს რაც შეეხება, ის პირველ რიგში არის დიპ სტეიტის აგენტი და მერე არის დაფინანსებული ლობისტი. ხო, ორივე ერთად არის, მაგრამ პირველ რიგში ისიც არის, რა თქმა უნდა, დიპ სტეიტის აგენტი, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი, ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები გუშინ ვაშინგტონში, რაც ძალიან სამწუხაროა ბუნებრივია, როდესაც ქართველი კარგავს სახეს, როდესაც ქართველი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს არის ბუნებრივია ტრაგიკული. ხალბატონი კელი დეგნანი ის უნდა დაეკითხათ 2020 წლის პივიტის გაყალბების საკითხზე. ზურაბიშვილის შემთხვევაში არა, მაგრამ ხიდაშელის შემთხვევაში ხო არის, რომ იმ ქვეყნის, რომელმაც ის შობა და აღზარდა, ამ ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენებას რო იძლევიან, აი ეს ორი მოღალატე თავის კუთვნილ ადგილს მიიღებს საქართველოს ისტორიაში. ქვეყნის მტრობაში დადანაშაულებული ქართველების განცხადებები გაკვირვებას დიდი ხანია აღარ იწვევს. ყველა დარწმუნებულია, რომ ეს იმ დავალების ნაწილია, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა. მინიმუმ ღიმილის მომგვრელია თუ ტრაგიკომიკური არა ჰელსინკის კომისიის ეს განცხადება, როცა ამერიკიდან გვესაუბრებიან ჩინეთთან ურთიერთობის პრობლემაზე, როცა თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტი პრიორიტეტულ საკითხებში სვავს ჩინეთთან ურთიერთობას პოლიტიკური თუ ეკონომიკური კუთხით. კიდევ ერთი მძაფრი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება ესე საჯაროდ უღალატო შენ სამშობლოს. სამარცხვინოა, რომ ამაში მონაწილეობდა საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ექს-თავდაცვის მინისტრი. ეს კიდევ ერთხელ ანახებს იმას, თუ რა დიდი გავლენების ქვეშ იმყოფებიან ეს ადამიანები. ეს არის თავარი უბედურება, რომ ისინი დასასმენად კი არ გადადიან იქ. ანუ რაღაცა ჩავიდინე და იმას ამხელენ. არამედ მიდიან ტყუილების სალაპარაკოდ და ტყუილი ნარატივების გასავრცელებლად. ეს გაცილებით უფრო რთულია და გაცილებით უფრო ძიმეა, ვიდრე ვთქვათ, ჩვეულებრივად დასმენა. ჰელსინკის კომისიაში უკვე დიდი ხანია რადიკალები თბილისიდან სასურველი სტუმრები არიან.